რა თქმა უნდა პირველი შეხვედრაზე რომ პირველად რა თემებზე იყო საუბარი და ისევე რა გაგრძელდება? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში. პირველი შეხვედრა გავმართე აჭარაში მოგესალმებათ. მე ორი კვირის წინ დავანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით. დღეს შევხვდი პარტიულ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, პარტიულ აქტივს, ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე, საკითხებზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ამ არჩევნების ძლიერად მოგება, ამ არჩევნებს რომ ქართული ოცნება იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. აი ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან. და რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა, მაქსიმუმ მობილიზება უნდა გავაკეთოთ ახლა ჩვენ ყველგან, ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები, შეხვედრები რეგიონებში. ეხლა თუ შეიძლება აბა შემდეგ. ეხლა რიგრიგობით თუ შეიძლება, აბა გისმენთ. ეხლა ოპოზიცია იმიჯნება, ბოლომდე ვერ იმიჯნება, პრინციპში არც გეთანხმებათ, ამბობენ რომ სულსხვა მიმართულებით არის პრობლემა და გადაფარვა ცდილობს თემის. იმ შემთხვევაში ან რა მოლოდინი გიგებსები როგორ გამვითარდება, როცა ოპოზიცია ამ ყველაფერს რატომ ჩუბოთ, რატომ? ბატონო ირაკ, თუ შეიძლება ჯერ კითხვა დამისვეს, ახლა პასუხს ვიტყვი და შემდეგ განვუთქვენს. ესე იგი, რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მესმის რომ ერთის მხრივ ეს არის მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების ახალგაზრდა თაობის დაცვა. აი ამ მავნებელი პირდაპირ უნდა ითქვას ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. ესე იგი, რა საფრთხეს ეხლა თქვენ გადახედეთ რა ხდება თელს მსოფლიოში რა ხდება, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. თელს მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია. აღვირახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს. ბაღებში, სკოლებში მიყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს აჩვენებენ ტრანსგენდერებს და ეუბნებიან ყველგან, ამერიკაში, ევროპაში ყველგან. და ეუბნებიან პირდაპირ ბავშვებს, ბაღის ბავშვებს სკოლებში ეუბნებიან რომ აი მაგალითად ეუბნებიან რომ მაგალითად ეუბნებიან რომ ეუბნებიან პირდაპირ რომ მიყავთ ტრანსგენდერები ბაღებში, სკოლებში და ეუბნებიან რომ თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ რომ შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელს მსოფლიოს ახლა. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ამიტომ აუცილებელია ჩვენ გუნდში ქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, გააჟღერა ჩვენი გუნდის სახელით ეს ინიციატივა. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ჩვენ ისევე როგორც თავის დროზე, როცა ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ თუ გახსოვთ, მაშინ მე გავახმოვანი ეს ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში. და გახსოვთ რომ რამდენიმე წლის შემდეგ მოგვიანებით 27 წელს ჩაიწერა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ქალისა და მამაკაცის შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. რომ არა სწორი დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და ზოგადად ჩვენს ღირებულებებს. შემდეგში
თქვენსა და კობახიძის გუნდს შორის, რადგან უკვე დაიწყო მინისტრების გათავისუფლება, რომლებიც თქვენ დანიშნეთ. ძალიან მარტივად არის ძალიან მარტივად ძალიან მარტივი მოცემულობა თქვენ უეძებთ რაღაც სკანდალს და ვერ იპოვეთ სკანდალს დამერწმუნეთ ძალიან მარტივად არის მდგომარეობა რეალურად თავრობის მეთაური არის ირაკლი კობახიძე მე როცა ვიყო პრემიერ-მინისტრი მე მაშინ მინისტრები თორშტები 6 მინისტრი შევცვალე ეს არის ჩვეულებრივი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა ირაკლი კობახიძეს შესაძლოა ქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ამ პირიქით მინისტრს ქონდეს განსხვავებული შეხედულება. ამ ჯანდაცვის მინისტრი არ ეთანხმებოდა ირაკლი კობახიძე. მე როგორც ვიცი, თვითონ თავად მინისტრს ქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე პრემიერს ქონდა განსხვავებული შეხედულება და ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა ასე ვთქვათ, დამშვიდობები. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების სარდგენა, მოხსნა დანიშნა. ასე რომ და ასევე ხა მე მოვისმინე მაგალითად მე მოვისმინე რაღაც სხვა განცხადებებიც რომ თითქოს ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვა. უკაცრავად ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღშურული პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი? აი გესმით? ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოების. ეხლა თავარი მინდა გითხრა. მე მინდა საჯაროდ მადლობა გადაუხადო ზურაზარაშვილს. ზურაზარაშვილმა ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. აი რამდენიმე ჩამოგითვლით. მაგალითად იცით რომ 3 წლის წინ დავიწყეთ მაშინ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა. თურქეთის ბაზარი იქნება თუ რეფერენდუმ ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე არ ხდებოდა ეს. მოვედით გავაკეთეთ. შედეგად 400 მილიონ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას. 400 მილიონით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი. აი ფარმა მაფიის და ფარმა კრიმინალების მიერ. ამას გარდა იცით რომ თავად ბატონი ზურა აზარაშვილის უშუალო მონაწილეობით და მისი ჩართულობით და მისი მუშაობით გამოვლენილი იქნა აი ეს ფარმა დანაშაულებები, შეთანხმებული კარტელური შეთანხმებები. ამის შედეგად დაჯარიმდა 53 მილიონი ლარით ეს მსხვილი ფარმა კომპანიები. ძალიან ბევრი საქმე გააკეთა. იგივე DRG სისტემა 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. რატო გაუშვა ბატონო ირაკლი? კიდევ ვიმეორებ, ძალიან მარტივად. თქვენ დროს დასანგრევი იყო და ეხლა რესპუბლიკის საავადმყოფოზე ჩვენ ქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. არ იყო დასანგრევი. მე სხვა პიროვნება ვარ. ამიტომ ამ საკადროზე საკადროზე მინდა გითხრათ ამოვწურვეს საკითხი. არაფერი არ ხდება აბსოლუტურად. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და პროცესია ჩვეულებრივი. მოხდა გადაბარების პროცესი მიმდინარეობდა იგივე ადმინისტრაციაში და ნორმალურია. ჩავარდით სხვაგან გააგრძელეს მუშაობა. აბა შემდეგ. ემიგრანტების ონლაინ არჩევნებთან დაკავშირებით. ერთი წუთი. ხო ხედავთ რომ აბა პატრიარქზე განაცხადა ზურაბიშვილმა რომ პროლუსიაო და სუსტიაო რას ეთქვით რას უპასუხებ და რა განცხადებას გაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. ამაზე ნებისმიერ მოქალაქეს კითხეთ ახლა როგორ შეიძლება ჩვენს ძვირფას ადამიანზე პატრიარქზე რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს ვინ? პრეზიდენტი. აქ მე მგონი საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან. მე არ მოვერდები ამის თქმას. ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა. ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე და მე ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი რაც მას ჰქონდა, ის ნიღაბი რაც მას ჰქონდა უკვე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი არის ჩამოხსნილი. შემდეგი ონლაინ არჩევნებში ემიგრანტების ონლაინ მონაწილეობა ბატონო ირაკლი. ესე იგი რაც შეეხება არჩევნებს. თუ ვინმეს აქვს თქვენ საიდან ხართ? მედია ვარ. რა აგრესიული ხართ? რომელი მედია ხართ? აგრესიული გეკითხებით და იქეთ ემიგრანტების აბა შემდეგი. ონლაინ არჩევნები ბატონო სულხან კითხე ემიგრანტების ონლაინ არჩევნებზე რა შეიძლება? ეხლა რა შეიძლება არჩევნებს? პირველად ტარდება პროპორციული არჩევნები და ელექტრონულად ჩატარდება ეს არჩევნები. ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო.
ამიტომ ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ემიგრანტებს აქვს საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ყველაფერი კარგად არის. საბჭოებში დინარაძე რისკებს ხედავს ამასთან დაკავშირებით. რა რისკებია ამასთან დაკავშირებით? ბატონი დინარაძე ხედავს გარკვეულ რისკებს. ანუ ამბობს რომ თქვა როგორც უცხოეთის მოქალაქეები ისე შეძლებენ რუსეთში ყოფიო. ჩვენ ყველაფერი გვაქვს კარგად გააზრებული. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც არის ამ ეტაპზე მიზან შეწონილი. ეხლა რაც შეეხება არჩევნებს და მინდა კიდევ ერთხელ ჩვენ საზოგადოებას მივმართო. მოგესალმებით ამ არჩევნებზე ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება. ასე ვთქვათ, დეზინფორმაციისგან დაცვა ჩვენი საზოგადოების. ეხლა რას გულისხმობ ამაში? მოგესალმებით რომ ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკურმა მოძრაობამ გადაწყვიტა რომ მოახდინო გაშლა, ასე ვთქვათ, ეს კარგად აპრობირებული მეთოდი აქვს. მოახდინო გაშლა. ეს ეგრეთ წოდებული ახალი ტაქტიკა მდგომარეობს შემდეგში, რომ რაიმენაირად ის 20% ან უხეშად რომ ვთქვათ 20% გადაუწყვეტელი ან შუაში მყოფი ამორჩეველი შეასწინონ და წარმოაჩინონ ისეთ თქოს ისინი არ არიან არ წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას. სინამდვილეში რა თქმა უნდა ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენი ხალხი ჩვენ საზოგადოება ამას რა თქმა უნდა არ მიიღებს. ერთი მინდა თქვა ხაზგასმით, რომ არ არსებობს არც ერთი რეალურად დამოუკიდებელ ოპოზიციური პარტია. ნაციონალურ მოძრაობისგან დამოუკიდებელ პარტია. ეს არის იქნება ეს ლელო ნაციონალები თუ იქნება ეს გირჩი ნაციონალები თუ სხვა. ეს არის ერთიანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომელთა მიზანიც არის საზოგადოების შეცდომას შეყვანა. აი ეს მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა იქნება, რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არჩევნები ძლიერად მოვიგოთ და მოვიგოთ დამაჯერებლად. დიდი მადლობა. აიყვანეთ ადმინისტრაციიდან. ადგილობრივ საზოგადოებას ძალიან აწუხებთ მიმდინარე მშენებლობა კუნძულთან დაკავშირებით. ადგილობრივს აინტერესებს პოლიტიკა. თუ რაიმე კითხვები არსებობს, ბატონი თორნიკე რეჟვაძე, თავრობის წარმომადგენლები ყველანი გაქცემენ პასუხს. პარტიაში გადაყვანაზე უნდა შეასრულა ურთიერთობები საქართველოსთან. როგორც ყოფილი პრემიერი, იღებთ თუ არა ამასთან დაკავშირებით პასუხის მიღებას? რაზე უნდა მოსულიყო? აი ზოგადად ამერიკის და საქართველოს ურთიერთობა ამ ბოლო დროს შესუსტებული ამერიკა ძალიან კრიტიკით გამოდის თქვენი მმართველობის დროინდ მიღებულ გადაწყვეტილებების დროს და აი ამასთან დაკავშირებით ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის განწყობა რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ. დიდი მადლობა. ბატონი ონლაინ